დღეს აღარ არიან ისინი ქრისტიანები. მაგრამ ჩვენმა ერმა აი იმ დღიდან რაც ქრისტეს ნათლით შეიმოსნენ, ან მოინათლა მთელი ერი. არც ერთი წამი არ უღალატია ქრისტეს რჯულისათვის. და ახლა ხო გინახიათ რაღაცა ჯაჭვი რო არის, ჯაჭვს ხო თავისი რგოლები აქვს. თუ სადღაც გაწყდა ეს რგოლი, მაშინ ის ჯაჭვი დაბლა ვარდება ხო მართალი? აი ჩვენმა წინაპრებმა, თქვენმა წინაპრებმა, ვისის თავმავლობის თქვენ ბრძანდებით. აი ეს ერთმანეთს გადასცეს ქრისტეს რჯულისადმი ერთგულება. შემეცნება ამ რჯულისა, ამ რჯულის მიხედვით ცხოვრების წესი. ერთმანეთს გადასცეს და ისე მოვიდა თქვენამდე. ახლა მაგალითად, აი პირჯვრის გადაწერა ვინ გასწავლათ? ხომ მშობელმა გასწავლათ პირჯვარი როგორ უნდა გადაგეწერა. თქვენ მშობელს ხო მისმა მშობელმა ასწავლა და აი ესე. და სადღაც რომელიღაცა ეპოქაში ჩვენს წინაპარს ეს დავიწყებოდა, ან თავგანწირვამდე არ შეენარჩუნებინა ეს, ჩვენ ეს შეიძლება დღეს უკვე აღარ ვცოდნოთ. და დღეს თქვენ ახართ ის რგოლი, რომელმა რგოლმაც იმ მთლიან ჯაჭვში არა, თავისი საქმე უნდა შეასრულოს და შემდგომ მომავალ თაობებს გადასცეს. აი უკვე მოზრდილი გოგონები და ბიჭები, რომლებიც გავა რამდენიმე წელი თქვენ დაუჯახდებით, შვილები გეყოლებათ, მერე თქვენ უნდა ასწავლოთ თქვენ შვილებს ქრისტიანობა და არა მარტო ასწავლოთ თეორიულად, არამედ თქვენ უნდა იყოთ მაგალითი. და მაგალითი ეს უფროსი ბავშვები დღესვე უკვე ხართ. ვისთვის ხართ იცი მაგალითი? აი პატარა გოგონები და ბიჭები რო არიან. თქვენ შეიძლება დერეფანში რომ გაივლით, გამოივლით, საუბრობთ. არ აქცევთ ყურადღებას იმას, რომ პატარა ბავშვები თქვენ გიყურებთ. მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ პატარა ბავშვის ერთი თვალი და ერთი ყური ყოველთვის არის თქვენსკენ. თქვენს აქციას აკვირდება, თქვენს სიტყვა პასუხს უსმენს. ისე რომ თქვენ უკვე გაქვთ ეს პასუხისგებლობა თქვენი პატარა მოსწავლეების წინაშე. თქვენი ყოველი ქმედება, აი დავშოთ დიდი ბიჭები არიან, ვაჟკაცები ხო? აი მათ ეს პატარა ბავშვები უყურებენ და თქვენი საქციელი უკვე ამათთვის არის სამაგალითო. ანუ თქვენი საქციელი მარტო თქვენზე კი არ აისახება, აი ამ პატარა გოგო ბიჭებზე აისახება. ისე რომ აი ჩვენ ეს პასუხისგებლობა გვაქვს ჩვენი მომდევნო თაობების წინაშე. და მე გისურვებთ, რომ აი როგორც ჩვენმა წინაპარმა მტკიცედ მოიტანა ეს რწმენა ჩვენამდე, ისე ჩვენ გადაგვეცეს ჩვენი მომავალი თაობისათვის. და წმინდა სიდონია გაგიგონიათ, ვინც კვართი ჩაიკრა გულში, ხო გაგიგონიათ? აი როდესაც მისმა ძმამ ელიოზ მცხეთელმა ჩამოაბრძანა კვართი საქართველოში, წმინდა სიდონიამ გულში ჩაიკრა ეს კვართი და კვართთან ერთად გარდაიცვალა. და ხელიდან ვერ გამოაცალეს და თქვენ იცით, რომ სვეტიცხოველში წმინდა სიდონია და უფლის კვართი ერთად არიან დაკრძალული. და წმინდა სიდონიას ტროპარში, ლოცვაში იცით როგორი რაღაც წერია. როგორცო წმინდა სიდონიამ ჩაიკრა გულში ქრისტეს კვართი და ხელიდან ვერ გამოაცალესო, ისე ჩვენმა ერმა ჩაიკრა ქრისტეს რჯული გულში და არასოდეს არ განშორებია. და აი ეს არის ის, რამაც ჩვენ აქამდე მოგვიყვანა და რამაც ჩვენ გადაგვარჩინა და დღეს იქითაც ჩვენი გადარჩენის გზა მხოლოდ და მხოლოდ არის ქრისტეს სიტყვის, ქრისტეს რჯულის ერთგულებაში. ჩვენი გადარჩენის გზა ეს არის. თორე თქვენ ნახავთ ისტორიაში უამრავი ჩვენზე დიდი ქვეყანა ყოფილა, რომლის არსებობა დღეს უკვე აღარავინ აღარ იცის. რომელიც სახელმწიფო დღეს უბრალოდ აღარ არსებობს. მამო, თქვენ დავძანით. მე ცოტა ფეხზე მიყვარს ხოლმე დგომა და მერე მეც დავჭირ. ყველაზე პატარები რომელი კლასელები არიან? პირველი? აბა რომელი ხართ პირველ კლასელი? შენ პირველ კლასელი ხარ? რამდენი ბავშვი სწავლობს სკოლაში? 209 ბავშვი. აი პატარა კუდრაჭას მოგწონს სკოლა? კი.
ბავშვებო, მე ვეცდები, მე რადგან თქვით, იმიტომ ჩამოვედით, რომ სულაც არ ფიქრობ, რომ რაიმე ისეც გეტყვით, რასაც აქ თქვენი მოძღვრები ვერ გეტყოდნენ. მე როგორც შევძლებ, ისე გიპასუხებთ, მაგრამ ამას ნუ მიიჩნევთ უდაო ჭეშმარიტებად. მე როგორც შევძლებ, ისე გიპასუხებ. დანარჩენი ამ სოფელში გყავთ მოძღვარი, შეგიძლიათ მასთან მიხვიდეთ, შეეკითხოთ, ახსარება თქვათ, ეზიაროთ, ზიარების გარეშე არავინ არ უნდა იყოს. აი მაგალითად თბილისში იყო ერთი ძალიან ძვირფასი ქალბატონი, ეხლა ხანს გარდაიცვალა. ქალბატონი ლია სალაყაია. შეიძლება გაგონილიც გაქვთ ეს იყო მან ძალიან დიდი ამაგი დასდო ჩვენს ერს და ჩვენს ეკლესიას. ის გალობას ასწავლიდა ბავშვებს და არა მარტო გალობას, არამედ ერთ-ერთი მისი მოწაფე იხსენებს და არა მარტო ერთი. ასეთ რამეს გვეუბნეოდა ხოლმე. ყოველ კვირა გვეკითხებოდაო, რაქენი თუ აბა ამ კვირასო ეზიარეთო? და გვეუბნეოდა რომ ვინცო ყოველ კვირას ეზიარებაო, აი ის არის ის ჯარისკაცი, ვინც საქართველოს სადარაჯოზე დგას. ახლა რატო ამბობდა ამას, ნახეთ? დღეს ბრძოლა აღარ არის ესე იარაღით. დღეს ბრძოლა არის ზნეობრივი. დღეს ბრძოლა არის სულიერი. ესე იგი ადამიანი თუ ეზიარება, ეგ იმას ნიშნავს, რომ ის მანამდე ახსარებასაც ამბობს. ახსარება და სინანული ნიშნავს, რომ თუ რამეს ვერ ვაკეთებთ კარგად, ის გამოვასწოროთ და მერე პირიქით სიწმინდით და ღირსეულად ვიცხოვროთ და ვინც ცდილობს, რომ ასე იცხოვროს, ის მართლაც თავისი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცია. ამიტომ აი ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენ თუ არ დავიცავით, სხვა კი არ დაიცავს. და ჩვენ დღეს ამითი უნდა დავიცოთ. ჩვენი წმინდა ცხოვრებით, რაში ძალიან გვეხმარება, ახსარება და ზიარება და რის გარეშე ჩვენ ამას ვერ შევძლებთ და ჩვენი სწავლით. მაგრამ სწავლა იმ ყველაფრის გარეშე რაც თქვი, შეიძლება უფრო დამაზიანებელიც კი აღმოჩნდეს. თუ ადამიანი ესე იგი ღირსეულად და წმინდად არ ცხოვრობს, მხოლოდ სწავლით შეიძლება უფრო ცუდი საქმეები აკეთოს, ვიდრე კარგი. და ადამიანი, რომელიც სულიერად ცხოვრობს და თან მას აქვს სწავლა მიღებული, ასეთ ადამიანს ეწოდება განათლებული ადამიანი. განათლებული არ არის ადამიანი, ვისაც მხოლოდ ბევრი წიგნები აქვს წაკითხული. განათლებული არის ადამიანი, ვინც იმ წაკითხულს საღვთოდ გამოიყენებს, თავის სამშობლოს მოახმარს, თავის მოყვას მოახმარს. აი ეგ არის განათლებული ადამიანი. გადავდივარ თქვენ შეკითხვებზე. იესო ქრისტეს ანუ ხატი იგულისხმება ალბათ ტელეფონზე ფონად დაყენება შემიძლიაო? მე სიმართლე გითხრათ არ მივესალმები ამას. არ მომწონს. ვიცით რატო არ მომწონს? ეხლა ის ტელეფონი ხან იქით მიაგდებ, ხან ჯიბეში ჩაიდებ, ხან რაღაცა. ხატს კი ჭირდება სხვაგვარი მოკრძალება, სხვაგვარი მოპყრობა და ეს არ შეიძლება ყოველდღიურობაში რაღაცა ნივთად გაიხადო და აი კიდე რო არის ხომ ეგრეთ წოდებული ბრელოკები როა ხომ რაღაცები. მე ძალიან არ მომწონს ესეთი რაღაც. ან გასაღებში აბა ვერ მოექცევ იმას ისე როგორც სიწმინდეს, როგორც ხატს. და ეს უკვე ჩვენი მხრიდან უკრძალველობა იქნება აი ამ სიწმინდის მიმართ. ჩვენ ამითი სიწმინდეს ვერ დავაზიანებთ, მაგრამ ჩვენ ამითი შეიძლება თავად დავზიანდეთ. გესმით? იმიტომ რომ ჩვენ ღმერთს როგორ ვავნებთ რაიმეს? ჩვენ ღმერთისადმი არასწორი დამოკიდებულებით შეიძლება თავად დავზიანდეთ. ამიტომ ეცადეთ, რომ რაც შეიძლება მეტი მოკრძალებით ვიყოთ აი ამ ხატების, ჯვრების მიმართ. ზოგჯერ არის, რომ ადამიანს ჯვარი უფრო სამკაულად უკეთია, ვიდრე იმ დანიშნულებით, როგორც უნდა იყოს ჯვარი. არც ჯვარი, არც ხატი, ეს არ არის ჩვენი გასაპრანჭი საშუალება. ჯვარი ჩვენ გვიცავს, ქრისტემ ხო ჯვრით გამოგვიხსნა, ჯვარს ეცვა ჩვენთვის. ამიტომ აი აქ ძალიან დიდი მოგრძალება და სიფრთხილე არის საჭირო. უნდა ისწავლებოდეს თუ არა რელიგიის ისტორია ქართულ სკოლებში. უნდა ისწავლებოდეს, აბა არ უნდა ისწავლებოდეს. უნდა ისწავლებოდეს. ჩვენი რჯული არ უნდა ვისწავლოთ. ეხლა მაგალითად აი
რატოა თქვენი ფანჯრები ღია? ჰაერი რომ შემოვიდეს ხო მართალი? და ქრისტეს რჯულის სწავლა ჰაერზე უფრო მნიშვნელოვანი. რატოა იცი მნიშვნელოვანი? ჰაერის უკმარისობით ადამიანი ხორციელად გარდაიცვლება და ხორციელად ყველა თავის დროზე გარდავიცლებით. მაგრამ აი თუ ადამიანი ქრისტეს რჯულის გარეშე, ანუ ურჯულოდ ცხოვრობს, ის მარტო ხორცს კი არ დაღუპავს, ის სულიერადად შეიძლება დაიღუპოს. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისწავლებოდეს, ოღონდ სწორად ისწავლებოდეს, სწორად მიეწოდებოდეს ყველას იმ ასაკში, რა ასაკშიც არის და რამდენიც შეუძლია რომ მიიღოს. ეხლა ზოგჯერ არის ხოლმე ასეთი შეკითხვა, რომ აი პატარა ბავშვებისთვის თუ შეიძლება რომ რელიგიურ საკითხებზე, რწმენის საკითხებზე დაველაპარაკოთ. ესეც იმ დოზის და იმ შესაძლებლობის მიხედვით, რაც შეუძლია ამა თუ იმ ბავშვს. ეხლა პატარა ბავშვი ხო რძეს ჭამს ჯერ. წაც და ხინკალს ხო ვერ შეჭამს, რაიმე მყარს აკვებს ხო ვერ შეჭამს. მაშინ რა ვქნათ? ბავშვებს აღარაფერი აღარ ვაჭამოთ? იმის გამო რომ მყარს აჭმელს ვერ ჭამს, იმას თავისებური უნდა უთხრა. არსებობს საბავშვო ბიბლია, საბავშვო სახარება. ძალიან კარგად იქცევა ის დედა, რომელიც თავის შვილს ძილის წინ ამას უკითხავს. იმიტომ რომ ძილის წინ წაკითხული კიდე სხვანაირად აღიქმება ბავშვის მიერ და ძილში ეს ჩაყვება, ამაზე ფიქრი და ეს უფრო კარგად მუშაობს მერე. აი მაგალითად ჩემი შვილების შემთხვევაში ჩემი მეუღლე რო უკითხავდა ხოლმე, ისე აინტერესდებოდათ, მერე თვითონ ითხოვდნენ რომ მოდი კიდე წაგვიკითხე. ეს ძალიან დადებითად მოქმედებს. რა თვისებები უნდა ჰქონდეს შვილს და დედასო? შვილს შვილის თვისებები, დედას დედას. შვილს უნდა ჰქონდეს ის თვისება, რომ მშობლის მორჩილებით იცხოვროს. მშობელს დაუჯეროს. დედას უნდა უყვარდეს თავისი შვილი და უნდა მოთმინებით ზრდიდეს მას, მოთმინებით და სიყვარულით. არა რაღაცა წესებით, არამედ აი ზღვა სიყვარული უნდა გქონდეს და სადაც ჩვენ სიყვარულს ხედავს შვილი, იქ რაღაცა გარკვეულ პერიოდში ჩვენს მიერ გამოჩენილ სიმკაცრესაც, ოღონდ თუ ეს სამართლიანია სიმკაცრე, იოლად იღებს. თუ სამართლოა ვერ იღებს. და შვილმა კიდე დედის ამაგი უნდა დააფასოს. გახსოვთ პატრიარქმა რა თქვა? ხელზე ეამბორეთო დედას, ხელზე ეამბორეთ მამას. დილით რო გაიღვიძებთ, მიდით თავი დაალოცინეთ და ხელზე ემთხვიეთ. და ამ დროს ღმერთი დაგლოცავთ. მე ახლა დღესდღეობით მშობლებთან ერთად აღარ ვცხოვრობ, მაგრამ როდესაც მაქვს შესაძლებლობა რომ ნახო ჩემი მშობლები, დილა იქნება შუადღე თუ საღამო, ყოველთვის მივდივარ, დალოცავს თქო, ხელზე ვემთხვევი. ზოგჯერ ადამიანს ერიდება, როგორ ემთხვიოს დედას ხელზე. და რატო გერიდება? რა გაქვს იმაზე უფრო საყვარელი, ვიდრე დედის და მამის ხელი, რომელიც მთელი ცხოვრება შენზე ზრუნავს. შენთვის შრომობს. იმაზე უფრო ძვირფასი რაიმე გაქვს? არ გაქვს. ამიტომ არ უნდა მოგერიდოს. არც მშობელს არ უნდა მოერიდოს, რომ დალოცოს თავისი შვილი და ეს დიდ სიკეთეს გამოიწვევს. ჩვენი პატრიარქი ტყუილად თქვენიცით, რომ არაფერს არ ამბობდა. ყველაფერში ძალიან დიდი სიღრმე იყო და ძალიან დიდი სიკეთე მოჰქონდა ხოლმე და ახლაც მოაქვს თითოეულ მის ნათქვამს და მე მინდა გირჩიოთ, ესე იგი, არის ინტერნეტში შეგიძლიათ მოიძიოთ პატრიარქის სიტყვა არის, აი დაახლოებით 2 თაბახის ფურცელი რო წარმოიდგინოთ, ბედნიერი ოჯახი, ასე ქვია. ბედნიერი ოჯახი, ძალიან კარგი დარიგებებია, თითოეული აბზაცი უნდა დაჯდე და კარგად დაფიქრდე ადამიანი, რა გითხრა პატრიარქი. ფაქტიურად აი გზამკვლევი მოგცა, როგორ უნდა იყო ბედნიერი ოჯახი როგორ უნდა გქონდეს. და თუ თქვენ ამას წაიკითხავთ, მით უმეტეს მშობლები და ამას გავითვალისწინებთ, ეს ძალიან კარგი იქნება. მოდი იქ ახალგაზრდები რო დგანან, აქ რო ჩამოსხდნენ, რა შეიძლება? სოდოები არიან ეს რაღაცნაირად. რომ ჩვენი გულუბრყვილობით ნათქვამი სიტყვა ვიღაცამ ბოროტად გამოიყენა, გააზვია და
იცი რა არის შემთხვევით თუ არაფერი არ ხდება. თუ რაღაცა მოყვა ამას ისეთი შენგან დამოუკიდებლად ეს შენს ღირსებას არ აკნინებს, ამიტომ შეგიძლია რომ შვიდათ იყო. მაგრამ აი ვინც გააზვია და ვინც ბოროტად გამოიყენა, ის კი უნდა ფრთხილობდეს და ეშინოდეს აი ამ საქმისა, რაც მან გააკეთა. და ჩვენ თუ გულწრფელი ვიყავით და უბრალოდ აი ამ გულწრფელობით რაღაცა შეგვეშალა, ეგ იმდენი შეცდომა არ არის, რამდენიც ის რომ ვიღაცამ გააზვიადოს და ეს ბოროტად გამოიყენოს. ამიტომ მოითმინეთ ცოტა ხანი და გავა დრო და გამოაშკარავდება ის რომ თურმე ის გაზვიადებულია და არ არის სიმართლე. მიენდეთ ღმერთს და ღმერთი გამოაჩენს. თუ ვინმე შეგეკითხება ამის თაობაზე, უთხარი ისე როგორც სწორია. მაგრამ ეცადეთ რომ ამის მაინც და მაინც მტკიცება არ დაიწყოთ, რომ ასე იყო და ისე იყო. გავა დრო და თვითონ ღმერთი გამოაჩენს თავის დროს. და მერე უფრო დიდებულ ადამიანად წარმოჩინდები. ვიდრე მაშინ რომ დაიწყოთ თავის მართლება და ასე შემდეგ. როგორ უნდა მოიქცეს ბავშვი, როდესაც მისი პატარა და ან ძმა აბრაზებსო. ეხლა როგორ უნდა მოიქცეს და ის პატარა ეხლა სიბოროტეს ხო არ გაგიკეთებს. ესე ესმის რომ უნდა მოიქცეს და ისე იქცევა. თუ არ იქცევა სწორად, ჯობია რომ შვიდათ მიხვიდე და აუხსნო. მოეფერო. შენი მოფერება უფრო მეც გააკეთებს, ვიდრე შენ რო ეჩხუბო. თუ ეჩხუბები მიხვდება რომ თვითონ როგორც აკეთებ და კინაღამ სწორია ისიც რომ. თვითონაც ეს შენც აბრაზებ უკვე რო ეჩხუბები და შენ მოეფერო. და ასწავლე რომ პირიქით კი არ უნდა გააბრაზოს, არამედ უნდა მოეფეროს. რომ იძახიან ხოლმე ბავშვია არა უშავსო, რაც სოდვები ეპატიებად ბავშვებსო. ცით რა არის? ყველა ბავშვი ერთ ასაკში ვერაცნობიერებს ერთნაირად. ზოგი 7 წლისა შეიძლება იმდენს ხდებოდეს, რამდენსაც მაგალითად ვიღაცა 10 წლისა ვერაცნობიერებს. ისე რომ აქ ასაკზე კი არ არის მაინც და მაინც გასამახვილებელი ყურადღება. არამედ იმ ბავშვის მდგომარეობაზე თუ აცნობიერებს რომ ეს ცუდია და მაინც აკეთებს, მას მოეკითხება ამის გამო. გესმით? და ვერ იტყვი რომ ის ბავშვია. ჩვენ ზოგჯერ ასე ვართ რომ თუ რაღაცას ესე იგი გვინდა რომ გავაკეთოთ, მაშინ არა ვართ ბავშვი და ჩვენ გაგვაკეთებინეთ ვამბობ და თუ რამე შეგვეშალა ჩვენ ბავშვები ვართ და რა უშავს. და ეგრე არ უნდა იყოს ესე იგი. ყველას თავის შესაბამისი პასუხისგებლობა აქვს, ადამიანები ვართ და ეხლა აი პირველ მეორე კლასელ ბავშვებს ხო უკვე რაღაცა ხო ესმით რომ არ უნდა დასცინოს სხვა ადამიანს. ეხლა რომ დასცინოს მისი მხრიდან უკვე არ იქნება ეგ სწორი. ანუ მაგას არავინ არ ჩაუთვლის რომ აი ბავშვია და იმიტომ დასცინის. შეიძლება ბავშვია და წავიდეს და ბურთით თამაშობს და რაღაცა ცელქობს და რაღაცა აკეთებს, მაგრამ აი რომ დასცინის, რომ ატყუებს დაუშვათ, რომ ჩაგრავს, ეგ უკვე არ არის ბავშვური საქციელები. ესმით, არის რაღაცა ბავშვური, არის რაღაცა უკვე რომ შეგნებულად შეიძლება ვიღაც აკეთებდეს. როდესაც ბავშვის მამა ან დედა ზეცაში უპირობოდ ადრე მიდისო. რას ნიშნავს ეს თუ არა რომ ბავშვი დედამიწაზე მარტო რჩება, როგორ ეხმარება და მფარველობს გარდაცვლილი მამის და დედის სული თავის შვილსო. როგორ ეხმარება და მფარველობს, ამას ჩვენ ვერ ხედავთ, მაგრამ არსებობს ამისი მაგალითებიც არსებობს. მაგალითად აი მე შემიძლია ერთი ასეთი მაგალითი მოგიყვეთ, თუმცა ამას ჩვენ ვერ განვაზოგადებთ, მაგრამ ერთი ასეთი საოცარი მაგალითი არსებობს. ერთ-ერთ ქვეყანაში ასეთი რამ მოხდა, ეს რეალური ამბავია. ესე იგი, მემანქანე, რომელიც მორიგეობაც არ იყო, მატარებელში ხდება ეს და ის მატარებელი არ უნდა გაჩერებულიყო დაახლოებით 4 საათის განმავლობაში. და მემანქანეები ერთმანეთს ცვლიდნენ და ვისი მორიგეობაც არ იყო, გადასულა უკანა ვაგონში რომ დაესვენა. და ხედავს რომ მატარებელი მალ-მალე ჩერდება. და არ უნდა გაჩერდეს 4 საათი, იქ დასახლება არ არის და არ უნდა გაჩერდეს. თურმე გადასულა წინ მემანქანეებთან აინტერესებდა რატო ჩერდება ეს მატარებელი და
გადავიდა და ეკითხება რა ხდება, რატო აჩერებთ მალმალე ამ მატარებელს და ეუბნებიან რომ წინო ერთი ქალი გადაგვიდგებაო, ლიანდაგზეო, ხელებს გვიქნევსო, გააჩერეო, ჩვენ ვაჩერებთო, ჩავდივართ და არავინ არ არის. და ასე გაჩერებით მივიდნენ იქამდე, სადაც ლიანდაგზე პატარა ბავშვი იყო დაბმული. და ეს ბავშვი ახსნეს და რა გამოირკვა ახლა. თურმე ეს ბავშვი დედინაცვალს დაუბია მატარებელ ლიანდაგზე. და ის ახლა სახე ხო ახსოვდათ იმ მემანქანებს, რომელი ქალი დგას და ხელს უქნევს. თურმე აღმოჩენილა ამ ბავშვის გარდაცვლილი დედა. აი სურათები რო ვნახიათ ხო გამოიკვლიეს, ეს ხო პატარა ამბავი არ იყო, არა ახლა ბავშვი რო ნახო ლიანდაგზე დაბმული და ნუ ეს ერთი მაგალითი იმისა, რომ აი ღმერთი დაუშვებს, რომ აი ამგვარათაც კი გამოვლინდეს და დაინახო, რომ დედა როგორ ეხმარება შვილს. ისე რომ თუ იმას გარდაცვლილი გყავთ მშობელი, თქვენც ილოცეთ თქვენი მშობლისათვის და გწამდეთ, რომ მშობელიც იქიდან როგორც შეუძლია ისე გეხმარება. ღვთის წყალობით, რა თქმა უნდა. ეხლა აქ ბევრი შეკითხვა და ზოგს ხასაც ავიღებ ხოლმე, რომ ვინმე არ დაგვრჩეს ის. ჩემზე ცუდი რომ გავიგო, როგორ მოვიქცეო. ანუ სხვა რო ლაპარაკობს ჩვენზე ცუდს ალბათ. ჩვენ მოვიქცეთ ისე, როგორც შეეფერება ქრისტიან ადამიანს. და თუ ჩვენზე ტყუილად ლაპარაკობენ ამ ცუდს, ჩვენი საქმე დაარწმუნებს მათ, რომ ჩვენ არა ვართ ის, რასაც ლაპარაკობენ ჩვენზე. და თუ მართლა ისეთი ვართ, როგორცაც ლაპარაკობენ, ანუ ცუდად ვიქცევი და ცუდს ამბობენ. ანუ შთაბეჭდილება ცუდი აქვთ ადამიანებს ჩვენზე. ჩვენ ვეცადოთ, რომ კარგად მოვიქცეთ და შთაბეჭდილება როგორც შეიცვალა ცუდისკენ, ისე კარგისკენ შეიცვლება და მე გავიგებთ, რომ ჩვენზე კარგს ამბობენ. სხვას რომ ჩაგრიან, მეც დავეხმარო. სხვაზე რომ გავიგო ცუდი ამბავი, უნდა მიუტანო მასო. მოდი ჯერ რომ ჩაგრიან იმაზე ვთქვათ. რომ ჩაგრავენ, უნდა დაეხმარო აუცილებლად. რამდენადაც შეგიძლია, უნდა დაეხმარო. შენ შეიძლება შენ რომ შეურაცხყოფას გაყენებენ, ის მოითმინო, მაგრამ აი სხვას რომ შეურაცხყოფას აყენებენ, ის არ უნდა მოითმინო. ახლა დღეს სამწუხაროდ სკოლებში გავრცელებული არის ესეთი რაც ძალიან ცუდი ჩვევა, რომ ერთმანეთს ჩაგრავენ. მამო, ერთი წითელი წიგნი როა ის რომ მომაწეს. აი აქ არის ეს მე მინდა თქვენს ბიბლიოთეკას გადმოვცეთ ეს წიგნები ჩვენი სამრევლო სკოლის გამოცემულია და აი ამ წიგნში ბოლოში არის ერთ-ერთი მოთხრობა, რომელსაც ქვია კედლის მიღმა. ეს არის სწორედ ბავშვების თემაზე, მე-7 და მე-8 კლასელ ბავშვებზე არის. იქაც სწორედ ეგ ჩაგვრის და ადამიანის გარიყვის თემა არის და დაუშვათ ეხლა ძირითადად ჩაგვრა სად მიმდინარეობს. დაუშვათ მე-5 კლასელ ბავშვთან მოვა ვიღაცა მე-8 კლასელი და ჩაგვრას დაუწყებს, ან გვერდზე სოფლიდან მოვა და დაჩაგრავს და გარიყავს. ის გარიყვა და დაჩაგვრა თუ დაცინვა, ხო იმავე კლასში ხდება. ძირითადად იმავე კლასში ხდება და 20 ბავშვი რო ხედავს, რომ ვიღაცას ჩაგრავს, რატო არ უნდა ამოიღოს ხმა? და თუ ხმას არ ამოიღებს, თვითონაც ირიბად მონაწილე ხდება მისი ჩაგვრის. გახსოვთ ვაჟა-ფშაველას ლექსი. ის კი არ არის ბიჭობაო. გახსოვთ, აბა გაიხსენეთ, იქ როგორ ამბობს? ის კი არ არის ბიჭობაო. დამჩაგვრელებსაც წყალობდეო. ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, დაჩაგრულთათვის წვალობდეო. აი დაჩაგრულთათვის რო იწვალებ, შენ შეიძლება ფიქრობ, რომ მე რომ ამას გამოვესარჩლო, მე შეიძლება მეც დამცინო. და ზუსტად ეგ არის, უნდა იწვალო იმ დაჩაგრულთათვის და მიეხმარო როგორც შეგიძლია. თორე ის ადვილია დამჩაგვრელებს რომ ხარიაობა და შენც დასცინო, იმიტომ რომ შენც თავის საზოგადოებაში მიგიღონ და შენ აღარ დაგცინონ და თითქოს თავი დაიცვა ამით. ეგ ადვილია, მაგრამ ეგ არ არის ღირსეული საქციელი. ეგ არ არის ვაჟკაცის საქციელი. იქ რო ბიჭობას ამბობს, ზუსტად ვაჟკაცობაზე ამბობს ვაჟა-ფშაველი. ისე რომ აი რომ ნახავთ ჩვენ დაჩაგროს, ჩვენ ჩუმად არ უნდა ვიყოთ ესე იგი. აი ძველ აღთქმაში იყო
მოსე წინასწარმეტყველი, გაგიგონიათ მოსე წინასწარმეტყველი. მას ჰქონდა ასეთი თვისება, რომ ის დაჩაგრულ ადამიანს აი ვერ ეგუებოდა, რომ ეცქირა ვიღაცას რო ჩაგრავდა და აუცილებლად გამოეკომაგებოდა. ეს არის ვაჟკაცის და ქრისტიანის ერთ-ერთი აი ძალიან ღირსეული თვისება. სხვაზე რომ გავიგოთ ცუდი ამბავი, უნდა მიუტანო მასო და რომ მიუტანო რა სარგებელს მოიტანს. თუ იცი რომ სარგებელს მოიტანს, მაშინ მიუტან. ანუ აქაც გონივრულად გადაწყვეტა არის საჭირო. თუ იცი რომ გააღიზიანებს და დათრგუნავს, მაშინ რატო უნდა მიუტან? ახსარების დროს აუცილებელია თუ არა ყველა დეტალის მოყოლა. ახსარების დროს არ არის აუცილებელი ყველა დეტალის და წვრილმანის მოყოლა, მაგრამ თუ იმ დეტალმა და წვრილმანმა რაღაცა დიდი გამოიწვია და ამან სინდისი დაგიმძიმა, ის ჯობია რომ თქვა. ან რაც სინდის გიმძიმებს, ჯობია რომ თქვა ახსარებაში, გულწრფელი იყო. იმიტომ რომ დაუშვათ თუ რაღაც არის ისეთი რომ არ იტყვი. არა წამოხვალ ახსარებიდან და აღმოაჩენ რომ გული ისევ დამძიმებული გაქვს. და ამიტომ რაც გაწუხებს ჯობია რომ არ მოგერიდოს და თქვა ახსარებაში შეიძლება. თუმცა ეხლა განსხვავდება მაინც საერო ცხოვრებაში ახსარება და სამონასტრო ცხოვრებაში ახსარება. საერო ცხოვრებაში ჩვენ იმ წვრილმანებს და დეტალებს ჩვენ ფიქრებს და გულისხმებს იმდენად ვერ ვაკონტროლებთ, არც კი ვიცნობთ ჩვენს თავს ისე, როგორც მონასტერში იცნობენ საკუთარ თავს მონასტერში მცხოვრები მონაზვნები. ჩვენ ისე არ ვიცნობთ, იმიტომ რომ იმ დეტალებზე და წვრილმანებზე, იმ ფიქრებზე და გულისხმებზე ზოგჯერ ჩვენ შეიძლება ვერც კი დავილაპარაკოთ, იმიტომ რომ არ ვიცოდეთ. იმდენად ვართ ყოველდღიურ ცხოვრებაში, საზრუნავებში თუ იმ განცდებში თუ რაღაცა ყოველდღიურ შთაბეჭდილებებში, რომ ჩვენ შეიძლება საკუთარ სულში ჩასახედად ვერც კი ვიცვლით. და ამიტომ ძალიან კარგი არის, რომ ადამიანმა ყოველდღიურად გამოყოს რაღაცა დრო ფიქრისათვის, რომ დაფიქრდეს საერთოდ ვინა ვარ, რისთვის ვარ, რა ხდება ჩემს თავში, რა უნდა შეიცვალოს. ნიკო, დაჯიქში ცოტა ხანი, დაი ბავშვებს ეფარო. აი მაგალითად, ერთი ასეთი შემთხვევა იყო, რომ ერთ-ერთი მოწაფე თავის მოძღვარს, ეს მონასტერში ხდება, ბერები არიან, ეკითხება, რომ რატო არისო, რომ მონასტერშიო უფრო მეტად ხედავთო ჩვენს ცოდვებსო, პატარ-პატარა ცოდვებსაცო და ერთში მცხოვრები ადამიანებიო ამას ვერ ამჩნევენ. და ამ მოძღვარმა რა უთხრა? აბა აქო სილა ჩაყარეო, ქვიშა ჩაყარეო და წყალი დაასხიო და წყალი დაასხა და აბა მოურია და ხო აირეოდა ეს ერთმანეთს და ძალიან ტალახიანი იქნებოდა და ეხლა აქ რო გაიხედაო რამეს ხედაო და ვერაფერს ვერ ხედაო და კარგიო, დადგიო მაშინ. დადგა და ლაპარაკობენ რაღაცა, გავიდა დაახლოებით 15 წუთი და ეს მიწა ხო დაილექა ძირს. და აბა ეხლა შეხედავ, ეხლა ხო უფრო შეიძლება რაღაცის დანახვაო და კიო, ეხლა შეიძლებაო და აი ესე არისო. ერთში ადამიანებს არ აქვთო განმარტოების დრო. და ამიტომაც საკუთარ სულში ვერ იხედებიან და ვერ ამჩნევენ იმ ცოდვებს და ნაკლს. ზოგჯერ ადამიანი ამბობს, რომ აი მე კაცი არ მომიკლავსო და ცოდვილი არ ვარო. ესე იგი, მან საერთოდ არ იცის თავისი თავი. რატომ არის ბავშვი ზარმაცი და როგორ უნდა დაძლიოს სიზარმაცე? ზარმაცი არავინ არ არის ბავშვები. სიზარმაცეს თუ მიეჩვევა ადამიანი, მერე გახდება ზარმაცი. ისე რომ ერთხელ რომ დააძალებს საკუთარ თავს, რომ ადგე და გააკეთო ის, რაც გეზარება, მეორეჯერ, მესამეჯერ, მაშინ უკვე სიზარმაცე ვეღარ მოგეკარება. მაიკლ ტაისონი გაგიგონიათ? დიდი მოკრივე. ნახე რას ამბობდა. აი ხა თქვენ ხო სპორტსმენებიც ხართ, წაღან ბიჭებს ველაპარაკებოდით, ფეხბურთზე დავდივართ.
თუ სპორტსმენი სიზარმაცემ შეიპყრო, მისგან აღარაფერი აღარ გამოვა. და მაიკლ ტაისონი ამბობდა, რომ სპორტსმენს უნდა ქონდეს დისციპლინა და ეხლა ამ დისციპლინაში რას გულისხმობს? ეხლა ყველა შეიძლება თავისებური გაგება აქვს და მისი გაგება როგორი იყო? რაც ყველაზე მეტად გეზარებაო და არ გინდა იმის კეთებაო, ის უნდა აკეთო ისე, როგორც თითქოს ყველაზე მეტად ის გიყვარდეს. წარმოიდგინე, ეგ არის დისციპლინა. აი დილით ადგომა ყველაზე მეტად გეზარება. და ისე უნდა წამოხდე გეგონება იმაზე მეტად არაფერი გაბედნიერებს. ხო არ არის ადვილი? და არც წარმატება არ არის ადვილი. წარმატებაც მაგაზე გადის. ის ამბობდა, რომ მე დილის 4 საათზე ვდგებოდიო სავარჯიშოდ. და თუ გავიგებდიო, რომ ჩემი მოწინააღმდეგე 2 საათზე დგება, არა 4-ზე დგება, მე 2-ზე ვდგებოდიო. და თუ ისიც 2-ზე ადგებოდა, მე ღამე არ ვიძინებდიო, რომ მე ვარჯიშავ. და ეხლა ჩვენ როდესაც სპორტსმენები ვართ და ჩვენი მოწინააღმდეგე ვარჯიშობს და ჩვენ ტელეფონი გვიჭირავს, ასპარეზზე რო გავალთ, რა მოხდება იქ? ვინ დაეცება ბეჭებზე? ვინც იზარმაც, ვინც იშრობა, ის ყარად იდგება ფერს. ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე მინდა რომ ჩემი ოჯახი ჯანმრთელი იყოსო. ჩვენც ეგ გვინდა, ღმერთმა ჯანმრთელობა მოგმადლოთ და ილოცეთ თქვენი ოჯახებისათვის. წმინდა პაისი ათონელი ამბობს, ადრე ოჯახს რაღაცა უჭირდაო, ბავშვებს დააყენებდნენ ხოლმე ხატებთან და ბავშვები ლოცულობდნენ, შესთხოვდნენ ღმერთს. იმიტომ რომ ბავშვი გულწრფელია, სუფთაა და მისი ლოცვა დაუბრკოლებლად მიდის ღმერთამდე. ისე რომ ჩემო პატარა კუდრაჭებო, ვაჟკაცებო, ილოცეთ და თქვენს ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს. ილოცეთ თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისათვის. რატომ უნდა ვიყოთ მიმტევებელნიო? მიმტევებლობა, ბავშვებო, ადამიანის ერთ-ერთი მთავარი თვისება. ქრისტეს თვისებები გაიხსენეთ, მით უმეტეს ჩვენ თუ გინდა რომ ქრისტიანები ვიყოთ, მიმტევებლობის გარეშე შეუძლებელი. გაიხსენეთ საუფლო ლოცვა. იცით საუფლო ლოცვა რომელს ქვია? არა, იცით რომელიც არის, მაგრამ რომელს ქვია ეგ არის. მამაუჩვენო ხო ყველა მიცით? მამაუჩვენო სხვაგვარად ქვია საუფლო ლოცვა. რადგან თავად უფალმა იესო ქრისტემ ასწავლა თავის მოწაფეებს. აი უშუალოდ ეს ლოცვა თვითონ ასწავლა. ნახეთ იქ რას ვამბობთ მიტევებასთან დაკავშირებით. მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი. თანანადები ნიშნავს ვალს, სულიერი ვალი. იგივე ცოდვა, იგივე აი მე რომ შენ რაღაცა დაგიშავ, ეს არის მე მაქვს სულიერი ვალი შენთან. და უფალს ვეუბნებით, მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან. ხო ასე ვამბობთ. ანუ რას ვეუბნებით უფალს? უფალო, ისე გვაპატიე ჩვენი ცოდვები, როგორც ჩვენ ვაპატიებთ სხვას. ანუ რა გამოდის? მე თუ მინდა რომ აპატიოს, მე უნდა ვაპატიო. როგორც მე მინდა რომ აპატიონ, არა რაღაც რო შემეშლება, მე უნდა ვეცადო რომ ისე ვაპატიო სხვა ადამიანს. და ეს არის ქრისტიანის და ადამიანის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება. ამითი ადამიანი ქრისტეს ემსგავსება. და ქრისტიანობა ხო ეგ არის, ქრისტეს მიბაძვაა ქრისტიანი. იესო ქრისტე როდის ეცვა ჯვარსო? იესო ქრისტემ ეცვა ჯვარს პირველ საუკუნეში, როდესაც ის იყო 33 წლის. ქრისტე როდესაც იყო 33 წლის, მაშინ ეცვა ჯვარს. რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული? ნამდვილი სიყვარული, ბავშვებო, თავგანწირვაში ვლინდება ყველაზე მეტად. აი უფალი ამბობს ასეთ რამეს სახარებაში წერია, რომ იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვსო, ვინც თავისი მეგობრისთვის თავს გაწირავს. აი ამაში ვლინდება. ეხლა მე რო ვთქვა, რომ ვიღაცა მიყვარს, მე თუ მისთვის რაღაცა არ გავიღე, რაში ჩანს რომ მიყვარს? სხვადასხვა კახი კავსაძე ამბობდა, გაგიგონიათ ხო, დიდი ქართველი არტისტი კახი კავსაძე, ძალიან ძვირფასი კაცი, ის ამბობდა, მე ჩემი მეუღლისთვის არასდროს მithქვამს, რომ მიყვარხარ. მაგრამ ისე ვიქცეოდი, რომ ამის თქმა აღარ იყო საჭირო და ის ამას ხდებოდა. აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. განა სიტყვით რო უთხრა, კი არ აშავებ რამეს. პირიქით,
სიტყვითაც გჭირდება ჩვენ ზოგჯერ რომ გითხრას ადამიანმა. მაგრამ ეს სიტყვები თუ ცარიელია და ამ სიტყვებს თუ ჩვენი ქმედება არ მოყვება, მაშინ ჯობია არ თქვა საერთოდ ეგ სიტყვები. დღეს ჩვენ ძალიან მივეჩვიეთ, რომ ერთმანეთს ხან ასეთ და ხან ისეთ გულებს უგზავნით. ვიყვარ ხარ, მაგრამ ამ სიყვარულმა არ უნდა დაკარგოს თავისი მნიშვნელობა. მე შენ მიყვარ ხარ, არ უნდა ნიშნავდეს, რომ ეხა ქალვაჟურ სიყვარულზე ვამ. მე შენ მიყვარ ხარ, არ უნდა ნიშნავდეს, რომ მე შენი ლამაზი თვალები მომწონს ან რაღაცა ესეთ. მე შენ მიყვარ ხარ, ნიშნავს, რომ მე შენთვის რაღაცას გავიღებ. და თუ გიყვარს, გაიღე და გამოჩნდება ამ თავგანწირვაშიც რაღაც. რაღაც კი არ სიყვარული გამოჩნდება. ქრისტე ჩვენთვის ჯვარს ეცა და მანამით დაგვანახა, როგორ უყვარვართ. და ჩვენ თუ ერთმანეთისთვის ვერაფერს ვერ გავიღებთ, ვერც დროს, ვერც ენერგიას, ვერც ჯანმრთელობას თუ რაღაც მატერიალურ სახსარს, რაში გამოჩნდება, რომ გვიყვარს ესე იგი? არ გამოჩნდება. რა ინტენსივობით უნდა მოხდეს ზიარება, რაც უფრო ხშირად ეზიარებით, მით უკეთესია, უშუალოდ თქვენს მოძღვართან შეთანხმებით უნდა აწარმოოთ ეს საკითხი. როგორ უყურებს სამღვდელოება თანამედროვე ტექნოლოგიებს? ისევე როგორც თქვენ. შეიძლება ჩვენ უფრო დიდი ხანის გვიჭირავს ის თანამედროვე ტექნოლოგიები ვიდრე თქვენ. თუმცა სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვსიამოვნებს ამის გაკეთება. პატარაობიდან არ მქონდა სურვილი, აი მე და ჩემი ძმა ესე ვიყავით ხოლმე, რომ მით უმეტეს ეკლესიური ცხოვრება რო დავიწყეთ, რომ ვცდილობდით რაიმე ღირებული ტელეფონი არ გქონოდა. რომ მას ჩვენთვის რაღაცა დრო არ წაერთმა, ის კი არა. აი ლოცვიდან რო დავბრუნდებოდით ხოლმე, აი საღამოს ლოცვა, შაბათის ლოცვა. სახში ტელევიზორს არ ჩავრთავდით ხოლმე, რომ ის ლოცვიდან წამოღებული სითბო და რაღაცა მობიერება იმ ლოცვაზე დასწრებისა რაღაცას არ გაეფანტა ხოლმე იმ ამაო რაღაცა გადაცემებს და იმებს და მე ზოგადად ნეგატიურად ვიყავი განწყობილი ყოველგვარი სოციალური ქსელების და იმის მე დღეს კი ახლა თქვენ ხედავთ ხოლმე ხან ჩვენი ვიდეო დაიდება ხან რაღაც, მაგრამ არანაირი სურვილი არ მქონდა ამისი და ჩვენ როდესაც საკვირაო სკოლის შეხვედრები დავიწყეთ, ერთ-ერთმა ჩვენმა სტიქაროსანმა გააკეთა ჩვენი ტაძრის გვერდი და ატვიშთა რამოდენიმე ფოტო იმ საკვირაო სკოლის შესახებ, მერე პატარ-პატარა ვიდეოები და ჩვენ დავინახეთ, რომ ამითი ბავშვები ბევრი მოვიდა. ანუ ნახეთ რა გამოჩნდა, იმ ტექნოლოგიის სწორად გამოყენებამ ბევრი ბავშვი დააინტერესა. თქვენ საიდან გაიგებდით ჩვენს შესახებ, ჩვენი შეხვედრაც ხო არ მოხდებოდა. წმინდა იოანე ოქროპირი დიდი მღვდელმთავარი იყო ძველ მე-4 საუკუნეში, ასეთ რამეს ამბობდა, რომ ნეტავიო ერთი რაღაცა დიდ სიმაღლეზე დამაყენაო და რასაც ვიტყვიო, ყველას რო გავაგონო. თქვენ როგორ ფიქრობთ? მე-4 საუკუნეში რო ეს სოციალური ქსელი ყოფილიყო, იმ ქადაგებას, რასაც ამბიონზე წარმოთქვამდა, არ გაავრცელებდა, რომ ყველას მოესმინა, ღვთის სიტყვა რომ მოესმინა, გაავრცელებდა. ამიტომ რისი თქმა მინდა, ჩვენ თუ ადამიანების საკეთილდღეოდ გამოვიყენებთ ამას, ეს ძალიან კარგია. ჩვენ თუ საკუთარი თავის მოსაწონებლად და ვიღაცებმა რომ ლაიქები, ეგრეთ წოდებული მოწონებები დაგვიწეროს და გულები და ჩვენ გავიპრანჭოთ ჩვენი სხეული თუ სილამაზი თუ რა, ეგ არასწორია. ეგ ზოგ შემთხვევაში ამაზრზენიც კი არის. ვიღაცამ სადღაც ხინკალის შეჭამა, ვიღაცამ ზღვაზე გაშიშ და ასე ბანაოს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ აი დავუშვათ ზღვაზე იყავი და ჩამოხვედი ზღვიდან და შენი ფოტო რომელიც გადაღებული გაქვს, არც თუ ისე ჩაცმოს, ძალიან რბილად რო თქვა. დავუშვათ დაბეჭდო დიდი პლაკატი და ასე ქუჩაში იარო და აი ხალხო მე ზღვაზე ვიყავი. სწორი იქნება? არ იტყვიან რომ სულელიაო და ქუჩაში იმდენი ვინ დაგინახავს, რაც იმ სოციალურ ქსელში გხედავს. მაგრამ რადგან პირდაპირ არ გიყურებს, ან ნიშნავს, რომ მაგის უფლება უნდა მისცე საკუთარ თავს, მაგის უფლება არ უნდა მისცე. ხო და გააჩნია როგორ გამოიყენებ. ეგრე მაგალითად
დაუშვათ მე რომ ეხლა თუნდაც ავტომობილი ეგეც თანამედროვე ტექნოლოგია მე რომ დღეს დილით ან ფეხით წამოსულიყავი ან სახედრით მე როდის ჩამოვიდოდი აბა წარმოიდგინეთ დღეს არის ამის საშუალება მაგრამ თუ ნებისმიერ ნივთს ტექნოლოგიის მიღწევებს გულისხმობ გამოიყენებ ესე იგი სასარგებლოდ ეს კარგი მაგრამ თუ ამისთვის არ გამოიყენებ ეს არ ვარ თუმცა ჩვენი პატრიარქი ამბობდა ხოლმე ასეთ სიტყვას პატრიარქი ილია მეორე ჩვენ ცხოვრობთ ისეთ ეპოქაში სადაც ტექნოლოგიამ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა წინ და ჩვენი სულიერი მდგომარეობა ვერ მიჰყვა მას გესმით ანუ ჩვენ უფრო გვაზიანებს ხშირ შემთხვევაში ვიდრე სწორად ვიყენებთ აი უბრალოდ დააკვირდით ყველა ტელეფონს აქვს რაღაცა ფუნქცია შეხვალ და ნახავ იმ დღეს რა დრო გაატარა ტელეფონში ახლა თქვენ დაფიქრდით იმ დროიდან რა ნაწილი დაუთმეთ იმას რომ ეს ვიღაცა სარგებლის მომტანი აღმოჩნდა ვიღაცისთვის და მიხვდებით რომ 90% თუ მეტი არა ძალიან უაზროდ დაიკარგა ამას წინათ იყო ბავშვებს ვესაუბრებოდი თბილისის ერთ-ერთ სკოლაში და მოდი მეთქი ისე უბრალოდ მაინტერესებს ნახოთ რა დრო გეჭირათ მეთქი თან ეს არის შუადღე დაახლოებით ეს პერიოდია ზოგს 3 საათი ჰქონდა უკვე ზოგი ამბობდა მე წინა დღეს 11 საათი მეჭირაო რაღაცა ეს ხო არის წინა დღეებისასაც აჩვენებს ეხლა ჩვენ შევკრიბეთ ყოველ დღე რომ აი სულ ცოტა 3 საათი ჰქონდეს და შევკრიბეთ თვის განმავლობაში რამდენი საათი გამოვიდოდა და რამდენი დღე გამოვიდოდა ეხლა ვეკითხები აი შენმა მშობელმა ამდენი საათი რო იმუშაოს და ხელფასი არ მისცენ შენ ეს გესიამოვნება მეთქი არა არ გესიამოვნებაო თუ იშრომებს უნდა მისცენა რა ხელფასი ხო და თქვენ აი ესე უხელფასოდ შრომობთ მეთქი არაფერი შედეგი არ მოყვება მაგას ხარ ტელეფონში ერთი და იგივე რაღაცა ყოველ დღე და არაფერი შედეგი არ აქვს და იმ დროის განმავლობაში რაღაც რო შეისწავლოს ადამიანმა რაღაცაში განვითარდეს დიდი შედეგი ექნება კიდევ რადგან სპორტსმენებზე ჩამოვარდა საუბარი წეგან ტაისონი ვახსენე მაიკლ ჯორდანის სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები თქვა მან თქვენ იცით ეს იყო კალათბურთის მეფე რა მაიკლ ჯორდანი ნახე რა თქვა მამა ჩემიო მეუბნეოდაო რომ ნუსწუხარო იმის გამო რომ შენ შრომობ ვარჯიშობ და სხვები კიდე დადიან რაღაცა შეირნობენ თუ დროს ატარებენ თუ მაღაზიაზე ნუჯავრობ იცოდე დადგება დრო რომ შენი შრომის ნაყოფს მოიმკიო და ბედნიერი იქნებიო და მართლაც ასე მოხდაო და მე ჩემთვის გამოვიყვანი ასეთი ფორმულა ნახეთ რა კარგი ფორმულა თქვა ეხლა აკეთე დღეს ის რისი კეთებაც არ უნდა სხვას და ხვალ გექნება ისეთი ცხოვრება როგორცაც სხვები შენატრებენ გესმით მაგრამ დღეს უნდა აკეთო ის გადადო რაღაცეები გართობა შვება განცხრომა და აკეთო შენი საქმე განვითარდე რაღაცაში და ხვალ შენ მიაღწევ და სხვები ვინც ეს არ გააკეთეს ინატრებენ იმას რაც გაქვს შენ როგორ გავუმკლავდეთ დღევანდელ რთულ ცხოვრებასო მე არ ვიცი თქვენ რთულ ცხოვრებაში რა იგულისხმებთ მაგრამ მე პირადად დარწმუნებული ვარ რომ ღვთის გარეშე სირთულეს კი არა პატარა დაბრკოლებასაც კი ძალიან რთულად გავუმკლავდები მე პირადად მაგრამ ღმერთთან ერთად ყოველგვარი სირთულე დაიძლევა ამიტომ ვეცადოთ რომ ღმერთს ჩავკიდოთ ხელი და ჩვენ საზრუნავზე ისი ფიქრებს და ასედაც არის წმინდა წერილში ეს წერია პირველად სასუფეველი ეძებე და მისი სიმართლე და დანარჩენი ყოველივე მოგეცემა შენ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ ზოგჯერ ღმერთს ვერ ვენდობით და გონია რომ ჩვენით უნდა გავაკეთოთ რაღაც ერთი დიდი მოძღვარი იყო ეფრემ არიზონელი ეს ათონელი მამა იყო რომელიც ამერიკაში წავიდა და დაახლოებით 20 დიდი მონასტერი დააარსა 19 თუ არა ვცდები ის ამბობდა რომ ჩვენ როდესაც პრობლემა გვაქვსო ნერვიულობთ ნერვიულობა კი არ უნდა ამ დროს უნდა ლოცვა ხო ღმერთთან საუბარია და ღმერთი დაალაგებს მოაგვარებს იმას ჩვენ თავარია ღმერთს საშუალება მისცე რომ
ჩაერიოს იმ საქმეში. ეხლა კაცი იკითხავს, ჩვენ ვინა ვართ, რომ ღმერთს საშუალება ან მივცეთ, ან არ მივცეთ. ღმერთმა ჩვენ არჩევანის უფლება მოგცა და ჩვენი არჩევანის კვალობაზე ან ვთხოვთ ღმერთს, რომ ჩაერიოს, ან ჩვენ გვენდონება, რომ ღმერთი არ ჩაერიოს და გვეგონება, რომ ჩვენით გავაკეთებთ რაღაცას. და აღმოაჩენ, რომ ვერაფერსაც ვერ გააკეთებს. პატარა დაბრკოლებაც კი შეგაშინებს, მაგრამ ღმერთთან ერთად ყველაფერი შეიძლება რომ დაიძლიოს და გაკეთდეს. რატომ არ უნდა დაწეროს მასწავლებელმა ცუდი ნიშანი? აი პატრიარქმა რო თქვა, ორიანი არ დაუწეროთო. იმიტომ არ უნდა დაწეროს ცუდი ნიშანი, რომ ჯერ ერთი იმიტომ რომ თვითონ გვასწავლა და ესე იგი რაც არ გვასწავლა, რატო არ გვასწავლა, ხო? ესე იგი თავის თავს უწევს ნიშანს. მეორე კიდე, ცუდი ნიშნის დაწერით ჩვენ შეიძლება ყურები ჩამოვყაროთ და მივეჩვიოთ, რომ ჩვენ ცუდი მოსწავლეები ვართ. გესმით? პირიქით, წახალისებამ შეიძლება ადამიანს ფრთები შეასხას და დაანახოს, რომ შეუძლია. გახსოვთ, ეხლა ძალიან კარგი ფილმი მამა პაისის შესახებ ხომ გადაიღეს, ხომ გადიოდა, ალბათ უყურეთ. თუ არ გიყურებიათ, ძალიან დიდი ბედნიერება გელოდებათ წინ და იქ არის ერთი ასეთი შემთხვევა, მე გაგახსენებთ, ვისაც ნაყურები გაქვთ. ვისაც არა და ორი-ოდე სიტყვით ვიტყვი. იქ იყო პატარა ბიჭი გიორგი, რომელიც ხან რაღაცას იპარავდა, ხან რაღაც საფუჭებდა, დედინაცვალი მოკლედ ეჩხუბებოდა ესე და ბოლოს მამა პაისი ეუბნება თავის კელიაში რომ წამოიყვანა, რა კარგი ბიჭი ხარო გიორგიო. მამაო, ყველა ამბობს რომ მე ცუდი ვარო. და მამა პაისი ეუბნება, არ უსმინო მათ. თორე ბოლოს შენც დაიჯერებ რომ ცუდი ხარო. და ბავშვმა თუ დაიჯერა რომ ცუდია, თუ დაიჯერა რომ ვერ სწავლობს, ის მართლაც ეგრე გააგრძელებს. ამიტომ არ უნდა დაუწერო პატრიარქმა თქვა ცუდი ნიშანი. უნდა დააჯერო რომ შეუძლია. შეიძლება იმას რაღაცა კონკრეტული საგნის ათვისება არ შეუძლია. მაგრამ სხვა რაღაცა შეიძლება ყველაზე უკეთესი ის არის. აი მაგალითად მე ურჩევ ხოლმე ბავშვებს რომ წაიკითხონ ძალიან კარგი ნაწარმოები, შეიძლება კიდევაც წაკითხული გაქვთ, ავტორი არის ლინდა მალალი ჰანთი. თევზი ხეზე. გაგონიათ ეს წიგნი, თევზი ხეზე. საოცარი წიგნი, აი თქვენ ტოლ ბავშვებზეა და ამის თავი და ბოლო შინაარსი რა არის? თევზი რომ ხეზე ვერავა, ეგ მისი ნაკლი კი არ არის. ეგ მას არ ევალება. მაიმუნი ავა ხეზე, მაგრამ მაიმუნი იმდენ ხანს წყალში გაძლებს, რამდენ ხანსაც თევზი გაძლებს, ხო ვერ გაძლებს. ამიტომ ღმერთმა ყველა ადამიანს თავისებური ნიჭი მისცა. შენ შეიძლება მათემატიკაში ხარ ძალიან კარგი, მაგრამ ის კარგად ხატავს, ცეკვავს, კარგი მეგობარია შეიძლება. მარტო მათემატიკით თუ ქიმიით და ფიზიკით ხო არ განისაზღვრება ადამიანი, არა? ყველას თავისებური ნიჭი მიეცა. ესე რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ ყველა ბავშვი აღმოვაჩინოთ ის ნიჭი, რაც მას ღმერთმა მისცა და ხელი შეუწყოთ, რომ იმაში განვავითაროთ. ჩვენ შეიძლება რაღაცაში ორიანი დაუწეროთ, მაგრამ აი მაგალითისთვის ვიტყვი. თომას ედისონი, ალბათ გაგონიათ. აი ახლა რომ ჩვენ ნატურებით ნებივროთ, სწორედ მან გამოიგონა პირველად ეს ნატურა. თავის დროზე, როდესაც პატარა ბავშვი იყო, გამორიცხეს სკოლიდან და დედას მისწერეს, რომ თქვენი შვილი იმდენად გონებამ დაქვეითებულია, რომ ჩვენ მას ვერაფერს ვერ ვასწავლით, ამიტომ ჯობია წაიყვანოთ სკოლიდან და თქვენ თვითონ იზრუნოთ მის სწავლაზე. დედამ გაშალა ეს წერილი და როგორ შეიკავებდა ცრემლებს, ახლა წარმოიდგინეთ დედის მდგომარეობა. გაშალა და უკითხავს თავის შვილს, რომ სკოლიდან მომწერეს, რომ თქვენი შვილი იმდენად წარმატებულია და იმდენად კარგად სწავლობს, რომ მას ჩვენი სკოლა აღარ ჭირდება, ჩვენ ვერ მივცემთ მას. უფრო მეც რაც თვითონ იცის, ამიტომ წაიყვანეთ და რაღაცა უფრო დიდ რაღაცაში ჩართეთ. დაახლოებით ესე წაიკითხა ეს წერილი. მაგრამ თომას ედისონმა არ იცოდა რა ეწერა ამ წერილში. წლები რო გავიდა, დედა რო გარდაეცვალა, თვითონ უკვე დიდი მეცნიერია ეს კაცი, გამომგონებელი. მერე წაიკითხა და ნახა თუ რა ეწერა ამ წერილში სინამდვილეში. ესმით რაზე ალაპარაკ. ახლა ჩვენ რა ვქნათ? აი ორიანი დაუწერო ნიშნავს, რომ ეს წერილი ისე წაუკითხო, როგორც არის.
წავუკითხოთ? ანუ ეს ნიშნავს, რომ ისაც გულგატეხილ ბავშვს კიდე უფრო რაღაცა დაბლა დასცემდა და ბოლომდე გაანადგურა. და დიდი მწერალი თეოდორ დოსტოევსკი ასეთ რაღაცას ამბობს. თუ გინდა რომ ადამიანი გააუბედურო, დააჯერე მას, რომ რასაც ის აკეთებს, არავის არაფერში ჭირდება. და ჩვენ თუ ბავშვს დავაჯეროთ, რომ შენ არაფრის მაქნისი ხარ, არაფერს არ გამოდის შენგან, მაშინ გააუბედურებ იმ ბავშვს. ჩვენ პირიქით იმ ბავშვს უნდა დავაჯეროთ, რომ ის შეიძლება ამ საგანში ცოტა მოიკოჭლებს, მაგრამ შენში არის რაღაც ისეთი, რაც სხვაში არ არის. და შენ რომ გამოგივა რაღაცა, ისე სხვას არ გამოვა. აი ეს არის პედაგოგის სწორი მიდგომა. და არა ის, რომ ჩვენ არა ვართ არბიტრები, რომ ისე განსაჯოთ, შენ ასეთი ხარ, შენ ისეთი. ჩვენ ვართ აღმზრდელები. ეგრე არ არის? აღმზრდელები ვართ. ჩვენ არა ვართ მოსამართლეები, რომ განაჩენი გამოუტანოთ იმ ბავშვს. ჩვენ ვართ კარგი გაგებით ადვოკატები, რომ გავამართლოთ ის ბავშვი. ეს არ შეუძლია, სხვა რამე შეუძლია და ასე შემდეგ. ძალიან დამღლელად ხო არ ვლაპარაკობ, ხო არ დაიღალეთ. თუ დაიღლებით, თვალით მანიშნეთ და იმ წუთშივე გავჩერდები. აი ეს წეგან უპასუხე და რამდენად მისაღებია ქრისტიანისთვის სოციალურ ქსელებში დიდხანს დროის გატარება და საკუთარი ცხოვრების აფიშირება. მე ვფიქრობ, ეს მიუღებელი. რა ვიცი, ყველას თავისი აზრი გააჩნია, მაგრამ მეორე იცით რა არის კიდე, რაზე ვფიქრობ ხოლმე. აი თუ შეგხვედრიათ სოციალურ ქსელებში, რომ დავუშვათ რაღაცა ეგრეთ წოდებულ სმაილიკს, ღიმილაკს დაწერენ, რომ დავუშვათ მე მოწყენილი ვარ, ან ბედნიერი ვარ, ან რაღაცა აწუხებს და იმას დაწერს ქარაგმულად, თვითონ სხვა რაღაცას წერს. იცი რაზე მიფიქრია, რომ ეთყობა ამ ადამიანს არ ყავს დარდის გამზიარებელი, არ ყავს სიხარულის გამზიარებელი და აი ამ ნუგებს ივსებს იქ მოსული კომენტარებით და ეგრეთ წოდებული ღიმილაკებით, არა? და იმ ადამიანს ჭირდება გვერდში დგომა. არა სოციალური ქსელით, არამედ ისე ვიღაცა უნდა მივიდეს, ერთი კარგად ჩაეხუტოს, გული გაუთბოს, ან უგეშოს, ან მისი სიხარული გაიზიაროს. რაღაცა ყოველგვარი ტექნიკის გარეშე ადამიანი ადამიანთან ცოცხალ ურთიერთობებს არაფერი არ შეედრება. და ზოგ შემთხვევაში ისეთ სისულელემდე მიდის მერე უკვე ჩვენი მონაწილეობა იმ სოციალურ ქსელში, რომ ეს უკვე ძალიან სამარცხვინო არის ხოლმე. როგორ ვასწავლოთ ბავშვებს პატარ-პატარა ნივთების, წვრილმანების ან მოვლენების დაფასება და მადლიერება, რაც ყოველდღე გვაქვს გარშემო. როგორ ვასწავლოთ და მე ვფიქრობ, ჩვენი მაგალითებით უნდა ვასწავლოთ. ჩვენი მაგალითებით ჩვენ დავაფასოთ ის მცირედი დრო იქნება, ნივთი იქნება, ჯანმრთელობა, ყველაფერი და ჩვენ ბავშვი გვიყურებს. ჩვენ ზოგჯერ და უმეტეს შემთხვევაში გვინდა რომ საქმე გავიიოლოთ, უფროსებს ეს გვინდა რომ გავიიოლოთ და მხოლოდ სიტყვით უთხრათ და გაიგონოს ისწავლოს. აი სიტყვით რო უთხრა ადვილია, მაგრამ შედეგი არ აქვს. საქმით რო აჩვენო, იმას შედეგი აქვს. ასეთი გლეხური გამოთქმა არსებობს. მე ძალიან მიყვარს ესეთი გამოთქმები, იმიტომ რომ ზუსტად ამბობს ხოლმე სათქმეს. ბავშვსო ჭკუა თვალში აქვს. თვალშია მისი ჭკუა. ჩვენ ვამბობთ, ამდენს ვეჩიჩინები და არაფერი გამოდის. არ არის მისი ჭკუა ყურებში. თვალშია მისი ჭკუა და ნახვე და ახლა ჩინური მასზე ამბობენ ხოლმე, რომ არ ვარ გაო ჩინური რაღაცეები, მაგრამ ერთი კარგი ანდაზა აქვს ჩინელებს. ბევრი რაღაცა აქვს ჩინელებს, დიდი კულტურა აქვს, მაგრამ ესე იგი მითხარი და დამავიწყდებაო. გამაკეთებინე და დავიმახსოვრებ. და მაჩვენეო. არა, მაჩვენე და დავიმახსოვრებო და გამაკეთებინე და გავიგებო. რომ უთხარი დაავიწყდა. რომ საქმე დაანახე დაამახსოვრდა. ახლა შენ თუ აი მაგალითისთვის ვიტყვი. რო ეტყვი რომ შენი წინაპრის საფლავზე უნდა გახვიდე, არ გავა.
შენ თუ დაგინახავს რომ გახვედი შენი მშობლის თუ ბებიის თუ საფლავზე რა კვერცხი გადააგორე თუ მგდელი მიიყვანე პანაშვიდი გადაიხადე სანთელი აანთე გაასუფთავე ის საფლავი ჯვარი აღმართე თუ არ არის დაინახა და უკვე იცის როგორ მოიქცეს მაგრამ ახლა თუ მასაც წაიყვან და ერთად გააკეთებთ ეს უკვე სხვა საქმე მაგრამ ჩვენ ძირითადად სიტყვით შემოვიფარგლებით ხოლმე რა არის ნამდვილი მეგობრობა? ნამდვილი მეგობრობა ძალიან დიდი სიმდიდრეა. გახსოვთ დოდო აბაშიძე რო ამბობს, რაჭა ჩემი სიყვარული. უმეგობრო კაცი რა არისო, ღობის ძირში რო აგური გდიაო. აი გარი უმეგობრო კაცია, მაგრამ აგურს თუ აგურს დაადებ, კედელი აღიმართებაო. მეგობარი ძალიან დიდი ნუგეშია ადამიანისათვის და ჩვენ უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენს მეგობრებს. უნდა ვილოცოთ ჩვენი მეგობრებისთვის რომ კარგად იყვნენ. რა ვქნათ, როდესაც ლოცვისას ყურადღება მეფანტება და მექანიკურად კითხულობთ. არსებობს უამრავი რამ წმინდა მამათა ნაწერებში, რაც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ლოცვისას. ეხლა მე ბევრს არაფერს არ ვიტყვი, უბრალოდ ერთი-ორ რაღაცას ვიტყვი, მაგალითად წმინდა პაისი ათონელი რას ამბობს. პირდაპირ არ აიღო ლოცვის წიგნი და ლოცვა არ დაიწყო. ეხლა სპორტსმენი რო შედის, ბავშვად მოჭიდავია ტატამზე რო შედის. პირდაპირ ჭიდაობას ხო არ იწყებს, იმიტომ რომ ცივი სახსრები და მუხლებით შეიძლება რაღაცა დაიზიანოს. ჯერ გახურდება და მერე იწყებს. აქაც რას ამბობს? რაღაცა ერთი გვერდი წაიკითხე წმინდა მამათა ცხოვრებიდან, მათი ნაწერებიდან დამშვიდი, დაფიქრდი, რას აკეთებ, მოემზადე ლოცვისთვის. ეხლა სიტყვაზე ვამბობ, მანდილოსანი თუ ჭურჭელს რეცხავს და დაკეტავს ონკანს და პირდაპირ ლოცვის წიგნს აიღებს, არ გამოუვა ისე ლოცვა. თუ ცოტა წინასწარ არ მოემზადა, ვინა ვართ ჩვენ, ვის წინაშე უნდა წავდგეთ, რა უნდა შევთხოვოთ. მე უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი გონება ლოცვის სიტყვებში იყოს მოქცეული, იმ სიტყვებზე ვფიქრობდეთ და არა რაღაცა. თუმცა ეს ადვილი არ არის, რომ ბოლომდე გონება გაუფანტავად ილოცა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენი მცდელობა აქეთ უნდა იყოს მიმართული. ჩვენ უნდა მუშაობდეთ ჩვენს თავზე და ლოცვის წიგნს რო დავხურავთ, უნდა განვიხილოთ ჩვენი თავი, აი როგორ გამოგვივიდა ლოცვა. იქნებ საერთოდ ვერ გამოგვივიდა. არაერთხელ გამიგონია, რომ ადამიანი დავუშვათ, აი ლოცვები დავუშვათ საღამოს ლოცვა საღასრულებს სახში, ძილის წინა ლოცვას და ლოცვები ჩამთავრდა და თურმე დილის ლოცვა წამიკითხიაო. ან იმდენად მექანიკურად და გაუაზრებლად დაიწყო და არის შეიძლება თქვენ დაგმართნე. როგორ დავძლიოთ რაიმე შიში და სასოწარკვეთილება. შიშის და სასოწარკვეთილებაც უღმერთობიდან მომდინარეობს. და თუ ადამიანი ღვთის იმედად იქნება, ჯერ წმენა ჭირდება ამას. და თუ არა გვაქვს, ჩვენ უნდა ვითხოვოთ ეს. ესეც ისეთი რამაა, რაც ღმერთმა უნდა მოგვანიჭოს. უფალი გვეუბნება, ითხოვდეთ და მოგეცემათ. ითხოვე რწმენა და ღმერთი მოგანიჭებს ამ რწმენას. ითხოვე იმედი და ღმერთი მოგანიჭებს, ნელ-ნელა გასწავლის ამას. რას გვირჩევთ, როგორ გავუმკლავდეთ ახალგაზრდებში დამკვიდრებულ მავნე ჩვევებსო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ თავად ადამიანი გადაწყვეტს თუ არა იმას, რომ მოიშოროს ეს მავნე ჩვევა. თვითონ ადამიანი, როდესაც დაინახავს იმ მავნე თუ კარგი ჩვევის ავკარგიანობას, ჩვენ აუხსნათ ჩვენ შვილებს, ჩვენს მოსწავლეებს, ამა თუ იმ ჩვევის სიკარგე ან სიცუდე, რა შედეგებს მოიტანს. ყველაფერს ხო თავისი შედეგები აქვს ამ სამყაროში, კარგსაც და ცუდსაც. ხო და შედეგებზე უნდა დავფიქრდეთ, რა შედეგს მოიტანს. და მე თუ გვინდა რომ ის შედეგი ჩვენთვის დადგეს, მაშინ ის უნდა გავაკეთოთ. და თუ არ გვინდა რომ დადგეს, მაშინ უნდა რაღაც შევცვალოთ. მაგრამ ესე მარტო ჩვენი გადაწყვეტილებით არ გამო. აღსარების გარეშე და ზიარების გარეშე ადამიანი ვერ განიწმინდება. ლოცვის და მარხვის გარეშე ვერ განიწმინდება. უფალი ნახეთ რას ამბობს სახარებაში. ნათესავი ესე, ანუ იგულისხმება დაცემული ძალა.
ადამიანისგან არ გავა ლოცვის და მარხვის გარეშე. აი ეს არის ორი ძლავრი იარაღი. როგორ უნდა აუხსნათ ბავშვებს რას ნიშნავს ქრისტიანული ღირებულებები. ქრისტიანობა რო შევაჯამოთ, ერთი დიდი მღვდელმთავრის წმინდა გრიგოლ ნოსელის სიტყვებით რო ვთქვათ, არის ქრისტესადმი ბაძვა, იმდენად რამდენადაც ეს ჩვენს ადამიანურ ბუნებას შეესაბამება. ეხლა წარმოიდგინეთ, აი სულ ვეუბნები ხოლმე ბავშვებს წმინდა ბასილი დიდის სიტყვებს. ჩვენ გავართო ტალახში ჩავარდნილ მონეტას. ტალახში ჩავარდნილი მონეტა, ერთი თუ ვიპოვე რამე მონეტა გაჩვენებთ. აი დავუშვათ სიტყვაზე ვამბობ. აი საქართველოს გერბი ხო ახატია აქ. 50 თეთრიანზე ხო ახატია. ეს რო ჩვენ ტალახში ჩავაგდოთ, ხო არ გამოჩნდება რა არის აქ აღბეჭდილი. აქ საქართველოს გერბია აღბეჭდილი. და წმინდა ბასილი დიდი ამბობს, რომ თითოეულ ადამიანზე აღბეჭდილი არის იესო ქრისტე. და რაც უფრო გაწმედ ამ ტალახიან მონეტას, მით უფრო გამოჩნდება ის გერბი რაც არის. რაც უფრო ადამიანი თავის სულს და გულს განიწმენს, მით უფრო გამოჩნდება მასში ქრისტეს თვისებები. და ჩვენ ნელ-ნელა ქრისტეს დავემსგავსებით. ეგ არის ქრისტიანობაში ყველაზე მთავარი, რომ ადამიანი ქრისტეს ემსგავსებოდეს. როგორ შევაყვაროთ ბავშვებს ეკლესიური ცხოვრება, ისე რომ ეს ძალდატანებით და ვალდებულებით არ ხდებოდეს. ეს რთული საკითხია, ეს ადვილი საკითხი არ არის, მაგრამ ყველაფერი ნელ-ნელა უნდა ხდებოდეს და მართლაც ძალდაუტანებლად უნდა ხდებოდეს. და კიდევ ერთხელ ვამბობ, პირად მაგალითს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პირად მაგალითს. რა ძალა აქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენს ლოცვას. ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს. ლოცვა ხო ღმერთთან საუბარია. აი როგორც დედასთან მიდიხარ რაღაცას თხოვ, აი ესე უბრალოდ და უშუალოდ უნდა თხოვ ღმერთსაც და ის არასოდეს არ დაგტოვებს. გიჭირს თუ გილხის, ყველაფერი უნდა ღმერთთან მიიტანო. განა იმიტომ რომ მან არ იცის, მან იცის, მაგრამ შენი დამოკიდებულება აქვს ძალიან მნიშვნელოვანი. მოციქული პეტრე ამბობს, ყოველი თქვენი საზრუნავი გაუმხილეთ ღმერთსო. გაუმხილე არა იმ გაგებით, რომ არ იცის. რადგან ის ზრუნავს სულთა თქვენთათვის, ის თქვენზე ზრუნავს. ყველაფერი მიიტანე ღმერთთან და თავად აღმოაჩენ რამხელა ნუგეშია ეს. რაღაცა გიჭირს, ილოცე. რაღაცა გიხარია, მადლობდე ღმერთს. თუმცა გასაჭირშიც უნდა მადლობდეს, ეს უკვე დიდი სულიერების ნიშანია, რომ ადამიანი განსაცდელების დროს რომ მადლობს ღმერთს. როგორ მოვემზადოთ აღსარებისა და ზიარებისათვის. ძალიან კარგი იქნება ის გააკეთოთ, რაც ჭიქასთან დაკავშირებით გითხარით ძალიან. უნდა დაფიქრდეს ადამიანი. თუ ყოველ საღამოს დაფიქრდება ადამიანი, როგორ გაატარა ის დღე, დიდ სარგებელს მიიღებს. წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელ ეპისკოპოსი ასეთ რამეს ამბობს. კეთილგონიერი ქრისტიანი ყოველ საღამოს გამოიკვლევს თავის სულიერ მდგომარეობას. აი, როდესაც დავწვევით საწოლში, უნდა გადავდოთ ის გაჯეტები თუ ტელეფონები და ვიფიქროთ არა სხვაზე, რასაც იქ ხედავთ, არამედ საკუთარ თავზე, როგორ დაიწყო ჩვენი დილა, როგორ მივესალმეთ ოჯახში მშობლებს, დავალოცინეთ თუ არა თავი პატრიარქის კურთხევისამებრ. სკოლაში მივედით ბავშვებთან, მასწავლებელთან, როგორი ურთიერთობა გქონდა. არა მარტო ის, რას ვეუბნეოდით და რას ვაკეთებთ, არამედ ამ დროს გულში რას ფიქრობდით. და ასე მთელ დღეს რო განიხილავ და სახარების მცნებების მიხედვით შეაფასებ შენს თავს, აღმოაჩენ, რომ იმ დღეს ბევრი რაღაც შეცდომა მოხდა. მერე ეცდები, რომ მეორე დღეს ეს გამოასწორო. ანუ საკუთარ თავზე იმუშავებ. და შეიძლება ითქვას, კვირის ბოლოს უკვე იცი შენ ამ კვირაში რა სულიერი ჭრილობები დაგიგროვდა. და ამას მიდიხარ მოძღვართან და ეუბნები, რომ აი ასე და ასე ვიყავი ამ კვირაში. და შენი შენდობას მოგცემს ღმერთი, განუგეშებს მოძღვარი და ფთაშესხმოს გამოგიშვებს, რომ მეორე კვირას კიდევ უფრო მეტი შემართებით უერთგულო ქრისტეს შენი ცხოვრების წესით.
და როდესაც ადამიანი აღსარებას ამბობს და როდესაც ეზიარება, მას ცოდვები მიეტევება და ადამიანი განიწმინდება და საბოლოო ჯამში განიღვრთობა და ცხონდება ქრისტეს მადლით. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე როდესაც ჩვენ ვეზიარებით, უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ არავისთან ნაჩხუბარი არ ვიყვეთ და არავინ დამდურებული არ ყავდეს, ან ჩვენ არ ვიყვეთ ვინმეს მიმართ ასე. უფალი ამბობს სახარებაში ასე წერია, რომ თუ შესაწირი მიგაქვს საკურთხეველზე და გზაში გაგახსენდა, რომ შენი ძმა ნაწყენია, დატოვე შესაწირავი, ჯერ წადი და შენი ძმა შემოირიგე, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მთავარი შესაწირავი, სიყვარული. და მერე მოდი და მერე შეწირო. აი მიდიხარ, უნდა ეზიარო. გაგახსენდა, რომ შენ ვიღაც აწყენია. ჯერ ჯობია, რომ შენდობა ითხოვ მის წინაშე, ვისაც აწყენია და მერე ეზიარო. ბულინგის თაობაზე ორიოდე სიტყვა ვთქვით. თუმცა სიტყვა ბულინგი მაინც და მაინც არ მომწონს. მე დაჩაგვრა და დაცინვა უფრო მომწონს, იმიტომ რომ ხო გვაქვს ქართული შესატყვისებიდან. ჯობია რომ ქართულად ვთქვათ. რა როლი აქვს ოჯახს ქრისტიანულ ცხოვრებაში? მთავარი როლი. აი ხო არის ფილმში მთავარი როლი რო აქვს ვიღა. ოჯახს აქვს მთავარი როლი. ძალიან მნიშვნელოვანია ქრისტიანული აღზრდა ოჯახიდან დაიწყოს. თუ აი ხა ჩვენთან საკვირაო სკოლაში ხო მოდის უამრავი ბავშვი. იმ ბავშვთან მუშაობას გაცილებით დიდი შედეგები აქვს, ვის ოჯახშიც ქრისტიანულად ცხოვრობენ და ესე აზროვნებენ. იმიტომ რომ აქ უკვე ერთობლივი შრომა მიდის ამ საკითხს. თუ არა და გამოარო ჩვენ სხვა რაღაცას ვეუბნებით, შენ უყარ ხარ, როგორც მოძღვარი პატივისცემს, შენ სიტყვას აფასებს, მაგრამ მამა და დედა არ უყვარს. იმის სიტყვასაც აფასებს და რა ქნას ახლა ამ ბავშვი გაურება იწყება. როგორ გააკეთოს? შენ ასე ეუბნები, იქ სხვა რამეს ხედავს. ამიტომაც ამბობდა და ამბობს ცნობილი დიდი პედაგოგი და ძალიან ძვირფასი კაცი შალვა ამონაშვილი, რომ ძალიან კარგია, რომ ბავშვთან ერთად იმ რაღაცას მშობელიც ისმენდეს და ჩვენთან რომ მოდიან საკვირაო სკოლაში, ბავშვებთან ერთად მშობლებიც არიან. რა თქმა უნდა, ვისი მშობელიც მოდის. და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ოჯახი არის პირველი სკოლა და სასწავლებელი ბავშვისთვის. იქ რომ ხედავს, იქ იმას სხვაგან ვერ ხედავს და თან კიდევ თუ დავაკვირდებით, ოჯახში ჩვენ ყოველგვარი ნიღაბი მოხსნილი გვაქვს. ეხლა მე აქ ისეთი ვჩანვარ, როგორიც ვჩანვარ, მაგრამ შეიძლება სულაც არა ვარ ასეთი ოჯახში. ოჯახში უფრო ისეთი ვარ, როგორიც სინამდვილეში ვარ. ჩვენც ეგრე ვართ ყველა ოჯახებში. იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ. აი რატო არის ხოლმე, რომ საპატიმროში მაგალითად იქ ვერანაირ ნიღაბს ვერ გაიკეთებ და როგორც რენტგენზე რო გაატარო ადამიანი, ესეც ცნობენ ერთმანეთს, იმიტომ რომ სულ ერთად არიან. და უკვე აღარ არსებობს იქ ნიღბები. მაგრამ და ესევე არის ოჯახშიც. და იქიდან როგორიც ხარ ოჯახში, სინამდვილეში ისეთი ქრისტიანი ხარ. ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ჩვენ გარეთ ვიღაცებს მოვწონვართ, ოჯახში ფიქრობენ, შენ ტაძარში რისთვის დადიხარ? რა სწავლობ ტაძარში? გესმით? ემდურებიან ზოგს ოჯახში, რომ არ ცხოვრობს ისე, როგორც ქრისტიანი უნდა ცხოვრობდეს. ღმერთი სიყვარულია, რატომ უშვებს სამყაროში უდანაშაულო ადამიანების, განსაკუთრებით კი ბავშვების ტანჯვას. ღმერთი სიყვარულია და ღვთისგან რაც ხდება, ყოველივე კეთილია. მაგრამ არსებობს ღვთის დაშვება. დავუშვათ, აი ამ ვაჟკაცმა რომ გადაწყვიტოს, რომ ვიღაცას ხელი ჩაარტყას თავში. ეს მისი არჩევანია, გესმით? ღმერთს კი არ უნდა რომ ამან ეს გააკეთოს, მაგრამ ღმერთმა თითოეულ ჩვენთაგან თავისუფალი ნება მოგვანიჭა. ჩვენ ქრისტემ თავის ხატად და მსგავსად შევქმნა. და ჩვენ თუ თავისუფლებას წაგვართმევდა, აი ამ ძვირფას ვაჟკაცს ხელებს დაუბავდით და არავის ხელს არ ჩაარტყავდა. რა ვიტყოდით, რომ რა კარგი ბავშვია, არავის ხელი არ ჩაარტყა. აი მაგალითად კლასიდან გავიდა მასწავლებელი და გვითხრა, ბავშვებო, ცოტა ხნით უნდა გავიდე და არავინ არ გამოვიდეს გარეთ. და გარედან კარი ჩაგვიკეტა. და მეორე შემთხვევა გავიდეს და კარი არ ჩაკეტოს. რა შემთხვევაში უფრო გამოჩნდებოდა ჩვენი მისადმი პატივისცემა, როცა ჩაგვიკეტა და ვერ გავედით, თუ არ ჩაგვიკეტა და არ გავედით. ერთხელ უნივერსიტეტში
ლიფტი გავჭედეთ, რაღაცა არ ვისვენებდი სტუდენტები და მოვიდა შემკეთებელი და გვეუბნება, ეხლავე იმებს მოვიტანო ხელსაწყოებს ვარსაც წახვიდეთო და სად უნდა წავსულიყავით. და გაჭედილები ვიყავით და იმიტომ არ გავედით, მაგრამ რო გითხრა. და თავისუფალებას განიჭერს ღმერთიდან. შენზეა უკვე ბევრი რაღაცა. რა შეცდომები არ უნდა დაუშვას ბავშვმა, ისა მშობელმა შვილის აღზრდაში. მე რა ბევრი შეცდომა შეიძლება, მაგრამ აი გულწრფელი უნდა იყოს ალბათ მშობელი შვილის მიმართ. და ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც დღეს ჩვენ მშობლები უშვებთ, არის უყურადღებობა ბავშვის მიმართ. უყურადღებობაში არ გულისხმობ, ხა ჩვენ ზოგჯერ შეიძლება ყურადღება იმას დავარქვათ, რომ დავუშვათ მამა ჩაქუჩით რაღაცას აჭედებს და თან შვილს უსმენს. ეგ არ არის ყურადღება. იქნებ რა აწუხებს სკოლაში, იქნებ რა გადაიტანა, რა მოხდა, უნდა დაანებოს იმის დაჭედებას თავი და მიუბრუნდეს და მოусმინოს. სხვადასხვა ერთი ასეთი რამ გამიგონია, რომ ნამდვილი ამბავია. მასწავლებელი იყო ერთი და ახალი წელი მოდიოდა და საახალწლო არდადეგები იწყება და ბავშვებს ეუბნება. ბავშვებო, აბა ერთი სურვილი დაწერეთ, რაც ამ ახალ წელს გინდათ რომ აგისრულდეთ. და ბავშვებმა დაწერეს ეს წერილები. ამ ქალბატონმა წაიღო სახლში და ზის და კითხულობს. და ერთ-ერთი წერილის დროს ცრემლები წამოუვიდა. და ქალბატონის მასწავლებლის მეუღლე შემოვიდა და რა არისო, რა კითხულობ ეგეთო, რა წერიაო და აი ნახეო, როგორ ცუდ მდგომარეობაშია ეს ბავშვიო, ესე იგი და უკითხავს, რომ მე მინდაო, რომ ამ ახალ წელსო მოხდესო სასწაულიო და ტელევიზორად გადავიქცევ. იმიტომ რომ მამა რო დაღლილი მოვა სახლშიო, ჩემთან გაატაროს დრო. დედა რო თავისი საქმეებისაგან გათავისუფლდებაო, დაждესო და მე შემოვხედოსო და ეს კაცი გაბრაზდა, ნუ თუ არსებობენო ეგეთი მშობლებიო, რომ ბავშვს ესე ექცევიანო და მასწავლებელმა უთხრა, ესო ჩვენმა შვილმა დაწერაო. ანუ აქ თავარი ნახეთ კიდე რა არის? ჩვენ შეიძლება ისე ვტოვებდეთ ყურადღების მიღმა, რომ არც კი ვიცოდეთ, რომ ეს ჩვენა ვართ. და ჩვენ გვეგონოს, რომ ძალიან დიდი ყურადღებით გამოვირჩევთ. და აი ეს არის ალბათ დღეს ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ჩვენ მშობლები უშვებთ ბავშვების მიმართ. ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა. ვიცოდი, რომ ჩემმა ბავშვმა, მე ძალიან მეშლება ამაში და მე რომ მეშლება შეიძლება ეგრე არ არის, ნახევარი სახლში არ ვარ, მაგრამ ნახევარზე მეტი და ვწილო ჩემი ბავშვები სადაც მივდივარ, თან წავიყვანო ხოლმე. ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა, ვიცოდი, რომ რაღაცა პრობლემა ქონდა, რომელიღაცას არ მახსოვს. დაახლოებით მაშინ ალბათ 8 წლის იყო თუ 7 წლის და ესე წამოუწექი გარდი და ვეუბნები, რომ მე მეთქი ასეთი და ასეთი პრობლემები მაქვს მეთქი და ასეთ რაღაცაზე ნერვიულობ მეთქი და შენ რას ფიქრობ მეთქი, თან ვეკითხებოდი, თან ვეუბნეოდი მე რომ თუ შენც რაღაცა გაწუხებს ხოლმე მეთქი, აი შენ შეგიძლია მითხრა და მეც რაღაცა ერთად ვიფიქროთ მეთქი და ეს რომ მოუყევი რომ მე რო პრობლემები მქონდა, ანუ მან ის მიხვდა რომ თურმე შეიძლება ჩვენ სანერვიულოზე და პრობლემაზე რომ ილაპარაკო და მე თვითონაც მითხრა, მე ხო ვიცოდი რაც აწუხებდა, მაგრამ თავარის იყო რომ მას ეთქვა ჩემთვის. და ეგ არის მთავარი რომ ჩვენ ნდობა მოვიპოვოთ ბავშვში, რომ ბავშვი გვენდოს, გაგვიმხილოს. და არც იმას არ უნდა მოვერიდოთ, რომ ჩვენ უთხრათ, რომ პატარაობაში მეც ასეთი და ასეთი შეცდომა მომივიდა, ასე მოვიქეცი, ისე მოვიქეცი, რომ ბავშვს არ ეგონოს, რომ თურმე მარტო მე მომდის ეს რაღაცა და მე რო უთხრა, რამე კატასტროფა არ მოახდინოს ამ ჩემმა ნათქვამმა. და მას რო ეცოდნება, თურმე მამასაც და დედასაც ასეთი რამე მოსვლია, უფრო თამამად გეტყვის და რომ გეტყვის, უფრო შეგეძლება რჩევა მისცე და თუ ჩაიკეტა და არ გეტყვის, მაშინ ის სხვაგან მოძებნის მაგის გამოსავალს. და დაკარგავს იმ გამოცდილებას, რაც აქვს მშობელს. რადგან არ იქნება გახსნილი და ვერ ეტყვის.
რატომ არის მნიშვნელოვანი უფროსების პატივისცემა? უფროსების პატივისცემა და მანდილოსნის პატივისცემა ეს ისეთი რამეა, რომ აი რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, ეს შეკითხვა აღარც უნდა დაისვას. გახსოვთ ქართული ფილმი ფესვები. იქ პაპარაშვილიშვილს არიგებს. შვილო, შეიძლება კაცმა ჩხუბი რომ მოვიდეს, კაცსაო ხელიც კი გაარტყასო, მაგრამ ქალს ხო ვერ გაარტყავს ხელსო და რეიზა ბაბუაო, რატო ვერ გაარტყავსო და შენგან ქართველი არ გამოვა. ანუ შენ რომ მაგის ახსნა გჭირდება, რომ ქალს ხელი არ უნდა გაარტყაო, შენგან ქართველი არ გამოვა. ანუ მაგის ახსნა ადამიანს, მით უმეტეს საქართველოში არ უნდა ჭირდებოდეს, რომ უფროს რატო უნდა სცეს პატივი და მანდილოსანს რატო უნდა სცეს პატივი. როგორ დავეხმაროთ ბავშვს კარგის და ცუდის გარჩევაში? შეეძლოს მხარდაჭერა, უარის თქმა სხვის ცუდ საქციელზე და არა აყოლავ. ჩვენ ადრე ბავშვებს ვაჩვენეთ, ასეთი რაღაც იყო. წარმოედგინეთ, რომ აი სურათი იყო, შუაში იყო სუფთა წყალი და ერთი ბავშვი იდგა შიგ. გარეთ გარშემო იყო ჭუჭყიანი წყალი და იქ ბევრი ბავშვები იდგნენ და ამას დასცინოდნენ. და ეს ბავშვი ახლა ბუნებრივად დადგებოდა არჩევანის წინაშე. რა გავაკეთო? ან უნდა მოვითმინო ეს მათი დაცინვა და დავრჩეს სუფთა წყალში. ან თუ მინდა რომ მათ თავისიანად მიმიღონ, მეც უნდა ჩავდგე იმ ღრიე წყალში. და აი ამ სიტუაციაში ჩვენ არაერთხელ დავდგარვართ და არაერთხელ დავდგებით. მით უმეტეს თქვენ როდესაც წამოიზრდებით და სასწავლებლად თბილისში წახვალთ, იქ კიდე შეიძლება უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დადგეთ. რომ ესე იგი ან უზნეოდ მოიქცეს ხებისნაირად რომ მათ თავისიანად ჩაგთვალონ, ან დარჩე თუნდაც მარტო, ოღონდ ღირსეულად. და თუ ამას მოითმენ, არა, ცოტა ხანში ნახავ რომ ჩვენს მიმართ პატივისცემა გამოჩნდება ზუსტად იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ჩვენ დაგცინოდა. შეიძლება იქ ყველა ერთად დაგცინებს, მაგრამ საღამოთი რომ დაწვევიან, ვიღაცა მაინც დაფიქრდება იმაზე, რომ შენ როგორ მტკიცედ დადეგი. და ჯერ ერთი გადმოიხრება შენს ხარეს, მერე მეორე, მაგრამ შენ თუ იმ სუფთა წყლიდან გადმოხვალ და ღრიე წყალში დადგები, შენ დაკარგავ სუფთა წყალსაც და მათ პატივისცემასაც. იმიტომ რომ ისინი კიდევ უფრო მეტად უპატივცემულოდ მოგექცევიან. როგორც რაღაცა ისეთ, რომელმაც სიმტკიცე ვერ შეინარჩუნა და თავისი პოზიცია ვერ დაიცა. შენ რა ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს არის ბრძოლა და მე გისურვებთ ამ ბრძოლაში გამარჯვებას. ბოლო შეკითხვა იყო და როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ყველანაირი ადამიანის მიღება, პატიება, მოთმინება? საერთოდ ქრისტიანობაში ერთი მთავარი წესია, რომ როგორც შენ გინდა რომ მოგექცეს ადამიანი, ისე უნდა მოექცეს შენ სხვას. ჩვენ უნაკლო არც ერთი არა ვართ. როგორც ჩვენ გვინდა რომ სხვა მოითმინოს ჩვენი ნაკლი თუ ჩვენი არასწორი ნაფიქრალი თუ რაღაცა, ჩვენ ისე უნდა მოვითმინოთ მის სიყვარულით უნდა მოვითმინოთ. და ესე იქნება მშვიდობა. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, აი ოჯახშიო, თუ დავუშვათ, აი პავლე მოციქულის სიტყვებზე ამბობს, ურთიერთარ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ რჯული იგი ქრისტეს. ის ამბობს, რომ ჩვენ ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ და რას ამბობს, ნახეთ, თუ ოჯახში ერთი ზარმაციაო და მეორე მრისხანეო, ამ ზარმაცმა უნდა მოითმინოს მეორის მრისხანება, იმიტომ რომ ამ მრისხანესაც მისი სიზარმაცე აქვს მოსათმენი. ეხლა ჩვენ ვიტყვით, რომ აი ვერ ვითმენ მის ცუდ ხასიათს და განა მას ჩვენგან არ აქვს არაფერი მოსათმენი. და თუ ჩვენ ერთმანეთის ნაკლი არ ვიტვირთეთ, იქ მშვიდობა არასოდეს არ იქნება. და მე რო სხვის ნაკლს ვითმენ, ამითი რამე დიდებულს კი არ ვაკეთებ, მე ფაქტიურად ვალს ვიხდი. იმიტომ რომ მანაც მოითმინა ჩემი რაღაცა და ისიც ითმენს რაღაცას ჩემს. ეს გინდა კლასში იყოს, გინდა სკოლაში და გინდა ოჯახში და ყველა. ეს იყო თქვენი შეკითხვები, რა ვიცი, თუ რამეს გავეცი ისე პასუხი, რომ თქვენ არ მოგეწონათ, ან საერთოდ არ იყო მოსაწონი, შენდობას გთხოვთ. თუ რამე გამოგადგებათ, მადლობა უფალს. ეგრე არ არის ვაჟკაცო, მადლობა მამა გაბრიელს, რომ თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა და მამა ანტონს, რომ ჩვენს გვერდით არის.
მადლობა თქვენს დირექტორს, რომელი ბრძანდება დირექტორი, თქვენ ბრძანდებით. დიდი მადლობა, რომ